თბილისის მერია სარაჯიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი კვანძის მოწყობას გეგმავს მიზანი სატრანსპორტო მოძრაობის განმტვრთვა. პროექტის ფარგლებში შეშელიძის ქუჩიდან ავჭალის მიმართულებით გლდანის ხიდების გავლით სატრანსპორტო საშუალებები ახალი პანდუსებით იმოძრავებენ. მერიაში ამბობენ, რომ პროექტის განხორციელების შემდეგ ამ ტერიტორიაზე მოძრაობა გამარტივდება და მნიშვნელოვნად განიტვირთება. Am დღეებში დაიწყო სამი მნიშვნელოვანი პროექტი კერძოდ გლდანის რაიონში. ერთი არის სარაჯიშვილის მეტროს მიმდებარე სატრანსპორტო კვანძის განტვირთვის მიზნით პანდუსების და შემოსაბრუნებელის მოწყობა. მეორე პროექტი მასშტაბური, რომელიც დაიწყო, არის სარაჯიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია გლდანის გამგეობიდან ლიბანის ქუჩამდე. და მესამე პროექტი არის ჭედიას და შუშის ქუჩების ავჭალაში დამაკავშირებელი ახალი ხიდის მშენებლობა. ახალი უნიშნულოვანესი ახალი პანდუსის მშენებლობა სარაჯიშვილის ქუჩასთან, რომლის საშუალებითაც მას შემდეგ დასრულდება აღნიშნული პანდუსის მშენებლობა, რის საშუალებითაც უმოკლესი დროით და ნაკლები დროის დანახარჯით შეძლებენ გადაადგინენ უკვე სარაჯიშვილის ქუჩის საშუალებას.